5 ძალიან ლამაზი ავტომობილი, ჩემი რეიტინგი. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რანკინგი აქ არ განსაზღვრავს, რომელი უფრო ლამაზია. პირველი ამ სიაში, რა თქმა უნდა, არის Mercedes SL 300 Gullwing. Აი ის საოცრება, რომელიც დღეს უკვე არის ყველაზე ძვირი ავტომობილი, რომელიც ოდესმე გაყიდულა, მაგის სარბოლო ვერსია ეს რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ავტომობილია. ასევე ძალიან ლამაზია და არ შემიძლია გვერდი აუარო ამ ავტომობილს არანაირად, ეს არის 1962 წლის Ferrari 250 GTO. ეს ალბათ არის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მანქანა ისტორიაში, რო უყურებ და სული რო გიფორია ხდება, ეგეთია ზუსტად რა. Ferrari თავის დახვეწილობის და განვითარების პიკს ვფიქრობ, რომ ამ მოდელში მიაღწია. თუმცა, არც თანამედროვეობაში გვყავს მაინც და მაინც ცუდი დიზაინერები, განსაკუთრებით თუ საქმე პაგანის ეხება, მაგრამ სანამ მაგაზე გადავალთ, მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი რუბრიკის წარმდგენი არის Karu და Karu არის ადგილი, სადაც შეგიძლია შენი მანქანისთვის უამრავი სერვისი მიიღო. გამოიძახო ავტოასნეთი, დაჯავსნო ვიზიტი ხელოსანთან, შეიძინო დაზღვევა და ასე შემდეგ, ასევე გადაიხადო ჯარიმებიც. კარგი. მოდი ახლა მესამე ადგილს დავუბრუნოთ და ეს არის რა თქმა უნდა პაგანი უტოპია. რომელსაც რამდენჯერაც შევხედავ, იმდენჯერ სულ თქვა მეკურის თითქოს ეგეთი განცდა მაქვს რა. ასეთი ლამაზი თანამედროვეობაში დარწმუნებული ვარ, რომ საავტომობილო სამყაროში არაფერი შექმნილა. ნამდვილად სრულყოფილია თითოეული დეტალი, ახლოდან რო აკვირდები განსაკუთრებით მაშინ. ის ნამდვილად სრულყოფილია. ეს მანქანა მე გადაღებული მაქვს ჩემი სატროფეს ვიდეოში, როგორც იცით პირველი დამიბლოკეს და შემდეგ ახლიდან განვათავსე, ასე რომ შეგიძლიათ გადახვიდეთ, თან ნახვებში შემიწყობთ ხელს, იმიტომ რომ მეორედ განთავსებულს იმდენი არ აქვს, რამდენიც პირველს ჰქონდა და თან ძალიან საინტერესო და სახალისო კონტენტით ისიამონე. ამ ჩამონათვალში რა თქმა უნდა გვერდს ვერ აუვლიდით Bugatti-ს, იმიტომ რომ Bugatti ბევრმა შეიძლება იცის Veyronit და Chironit, მაგრამ Bugatti ბევრად მეტია ვიდრე ეს ორი უბრალოდ ძალიან სწრაფი ავტომობილი. ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მანქანა დედამიწაზე, რომელიც Bugatti-მ შექმნა, ეს არის რა თქმა უნდა Bugatti Atlantis. უფრო სწორად კი Bugatti Type 57 SC. ეს არის ნამდვილად დახვეწილობის პიკი, ეს უკვე ის პერიოდია, როდესაც აეროდინამიკას ყურადღება მიაქციეს წარმოებლებმა და ეს დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე ძვირი და დასაფასებელი მოდელია, რომელიც სულ რამდენიმეა შემორჩენილი მსოფლიოში. და ბოლოს, რა თქმა უნდა, სილამაზესთან დაკავშირებული ხუთეული ვერ ჩაივლიდა Alfa Romeo-ს გარეშე და რა თქმა უნდა, Alfa Romeo 33 Stradale არის ალბათ არა ამქვეყნიური რაღაცა რა. ეს მანქანა ძალიან ლამაზია. იმდენად ლამაზია, რომ რო უყურებ ვერ იჯერებ, რომ მანქანაა და ის ნამდვილად არსებობს. ასეთი დახვეწილი, ასეთი გაწონასწორებული და თან ფუნქციური. ეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სარბოლო მოდელია და რა თქმა უნდა ის იმსახურებს ადგილს ამ ხუთეულში. აი ასე მეგობრებო, თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და გაუკეთეთ გადაზიარება ამ ვიდეოს და დაწერეთ კომენტარებში თუ გინდათ რომ კიდევ გადავიღო მსგავსი ხუთეულები. წარმატებები.